მოგესალმებით, მეგობრებო, ვისაც კარმული ასტროლოგია გაინტერესებთ, ეს ვიდეოები სავარაუდოდ თქვენთვის საკმაოდ საინტერესო იქნება. მინდა გავაგრძელო ლილიტის ასპექტები, ანუ კარმული ასპექტები პლანეტებთან, როგორ ვლინდება ჩვენ ცხოვრებაში, ან არაცნობიერში მაგალითად, შეიძლება ეს არ იყოს ისე გამოხატული ჩვენთვის, რომ შესამჩნევი იყოს, მაგრამ შესამჩნევი არის ხოლმე სხვებისთვის, განსაკუთრებით და ჩვენთვის რო შესამჩნევი ეს უკვე საკმაოდ გვიანი არის ხოლმე, ესე იგი სერიოზულად არის პრობლემები. ზედი ამოქოქილი ესე რა ვთქვათ, ხო? ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ კარმულ ასტროლოგიაში, შავი მთვარის მდებარეობას, სახლში, ნიშანში, ასპექტებს, განსაკუთრებით თუ შეერთებები არის ხოლმე, ან ოპოზიცია არის. კვადრატურად, ზუსტი უნდა იყოს ეგ მუშაობს, მაგრამ ზოგადად შეერთება ყოველს ეწლიერი არის და ეს უკვე რაღაც კარმულ მიჯაჭულობებს გვაჩვენებს. კარმულს ვამბობთ ხოლმე, ვიცით რომ კარმული ასტროლოგია ის განიხილავს როგორც წინა ცხოვრებებიდან მოტანილი ნეგატიური კარმა, თუმცა თერაპეულად ვისაც მუშაობ, მაგალითად ან მეც მიმუშავია, ამ ცხოვრებაში ეს არის ფონი, რომელიც ამ ცხოვრებაშიც დაგვაკლდა საკმაოდ სერიოზულად, ხო? თუმცა კარმული ასტროლოგია იძახის ესე რომ ჩვენ, სადაც შავი მთვარე გვაქვს, ან კარმული ესეთი მძიმე ასპექტები გვაქვს, ამ ცხოვრებაში რაც არის, გაცილებით მძიმე იყო წინა ცხოვრებებში, ან მძიმედ მიდიოდა როგორც ტრამვა, მაგალითად წინა ცხოვრებებში, ხო, რომელიც სულს მოყვება ბევრი ინკარნაცია, ესე ამბობს კარმული ასტროლოგია. მეც რაც მიკვლევია მაგალითად ჰიპნოთერაპიაზე, ახლა მე არა ვარ ისე რომ აი უბრალოდ წავიკითხე და მე ეს გავავრცელე, წავედი და ვიკლიე, რამდენად ესეა ყველაფერი და ამ ინფორმაციებიდან რო გავაცნობიერე, ნუ ფაქტიურად რასაც კარმული ასტროლოგია იძახის, ჰიპნოთერაპიის ჩემი კვლევები, იგივე ხედავდით, სულ იგივე იმპულსზე გავდიოდი. ანუ მოკლედ რო ვთქვათ, ფსიქოთერაპიულად, რაც არის ეს არქეტიპები ადამიანში, ხო? რუკა გვაჩვენებს იმას ძალიან კარგად. სად არის ადამიანში ღრმა კომპლექსები, ან ღრმა ტრამვები, ან ღრმა მოთხოვნილებები. ამაზე მაქვს საკმაოდ ბევრი ვიდეო, წინა ლილიტის ციკლი საერთოდ რო დავიწყეთ, იქაც ბევრი ვილაპარაკე ამ ზოგადად რა არის კარმული ასპექტი, შავი მთვარის მდებარეობა, ხო? და იქაც შეგიძლიათ ნახოთ საკმაოდ დეტალურად ხსნი, საკმაოდ დეტალურად ხსნი, რას ვიკვლევდი, რაზე გავდიოდით თუნდაც თერაპიულად და ძირითადად კარმულ ასპექტებში, საერთოდ სელენა ლილიტი სატურნი ერთად მუშაობს და როცა ინდივიდუალურ თერაპიას გავდივართ, ან თუნდაც თერაპიულად გადიან ჩემთან რუკას შემდგომ, მაგალითად შემდგომ რო დადიან ხოლმე, აი ეს ამ ღერძის ბოლომდე შესაცნობად და საცხოვრებლად ისე რომ ვიცხოვროთ შიგნით ეს ასპექტები, ხო? აი ესე რომ დადიან ხოლმე, აქ სატურნი ერთვება, სელენა ერთვება და ლილიტი. აი ეს არის მთავარი ღერძი კარმული, რაზეც ირთვება ხოლმე ეს კარმული მთავარი ნეგატიური პროგრამები. სელენაც არის აქ ჩართული როგორც წესი და ამ სქემაზე ძალიან ბევრი ვიდეოში მაქვს ხოლმე საუბარი და ჯგუფური ტრენინგებიც მაქვს ამ თემაზე, ამის დამუშავებაზე, მაგალითად ინდივიდუალური თერაპიებიც მაქვს ამ თემაზე, მეტყვი მე ძალიან ბევრი წელი ვიმუშავე ამ ინდივიდუალურ ჩემთავზეც, ბევრ სხვადასხვა თერაპევტთან, ბევრ სხვადასხვა მიმართულებებზე და მიმართულებებში და მივხვდი, რომ ზირთადად ამ ყველაფრის გაერთიანება რეალურ შედეგს იძლევა, ცალკე არ არის ესეთი ეფექტური, იმიტომ რომ ჩვენ გავდივართ ყველაზე ღრმა ფსიქოლოგიურ ტრამვებთან, რომელიც კარმულ ასტროლოგიაში ეს არა მარტო ჩვენი პირადი ტრამვები არის, ეს გენეტიკური გზავნილებიც არის, ხო, ოჯახურ სცენარებში, სად იყო რაღაცა არასწორად, სად იყო რაღაც ენერგია, რომელიც ჩვენში გაიყო როგორც არაცნობიერში, როგორც იუნგისეული ჭრილი, მაგრამ შინაგანად ეს არის ჩვენი ის ნაწილი, რომელიც არის ტრამვირებული. ამ ნაწილთან არის ხოლმე შეხვედრა საჭირო, ეს როცა უკვე თერაპიულად ჩავდივართ. სხვათა შორის აქ ვინც ამ სფეროში ვართ, ხო, აი შემდეგ როცა ხედავთ ასტროლოგიურ რუკაში, ადამიანის რუკაში რა არის, ხო? იქ ვიცით უკვე წინასწარ რა ხდება, რა პრობლემები აქვს ადამიანს, რა ტრამვები აქვს, თუმცა ამავე დროს ჩვენ არ ვიცით მას როგორ შეუძლია ეს ან გადალახოს, ან იცხოვროს, ან ზუსტად ინდივიდუალურად როგორ გამოვლინდა მასში, ხო? შეიძლება რაღაც ჩარჩოს ხედავდეთ, მაგრამ მაინც ადამიანში ის ინდივიდუალური კარმა რო ეძახით, ან ინდივიდუალური დაცვითი მექანიზმი როგორ განვითარდა ეს ჩვენ არ ვიცით. ასე რომ მან უკვე თერაპიულ პროცესში განსაკუთრებით იკვეთება როგორ უნდა იმუშაოს ადამიანმა თავის თავზე, რა არის მისი ძლიერი მხარე, თუმცა თეორიულად ხედავთ ხოლმე, მაგრამ ეს უკვე პრაქტიკაში ცოტა სხვანაირად ვლინდება ხოლმე. ჩვენ ვისაუბრეთ მთელი შავი მთვარის მდებარეობები სელენასთან ერთად ასევე ნიშნებში.
სახლებით ცოტათი გავიარეთ, მაგრამ და ბევრი ვიდეო მაქვს ამ თემაზე, თუმცა პლანეტებთან ძალიან ხშირად იყო ხოლმე კითხვები. და ახლა მე მაქვს ასტროლოგიურ სკოლა, რომ წელიწადში ორჯერ ესეთ ფსიქოთერაპიულად მივდივართ ხოლმე ასტროლოგიის შესწავლას და იქ პრაქტიკაც გადის თერაპიული და იქ ხშირად არის ხოლმე ეს კითხვებიც არის, ამაზეც მუშაობთ შემდეგ კარმული ასტროლოგიის ნაწილში, როგორ არის პლანეტებთან შავ მთვარის მდებარეობა და ვინც დამოუკიდებლად სწავლობს ასტროლოგიას, მათაც ძალიან აინტერესებთ, იმიტომ რომ დიდად არ არის ხოლმე ინფორმაციები. მე ეს ინფორმაციები როგორც მაქვს თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნით, იმიტომ რომ 15 წელი ასტროლოგიაში ვარ და ძალიან ბევრი მიმუშავია კონკრეტულად კარმულ ასპექტებზე ადამიანებთან. ძირითადად ჩემი მიმართულებაც ეს არის, ხო, ამ ჭრილის ინტეგრაციაზე რო თქვა, ხო, ეს კარმული ასპექტები ყველაზე მთავარი რაც არის, ყველაზე რთული დასამუშავებელი რაც არის, ხო? და აქედან გამომდინარე ამ პრაქტიკიდანაც წინა ვიდეოებში ხა იუპიტერამდე მოვედით და ამ პრაქტიკიდანაც გამომდინარე გიზიარებთ ხოლმე ჩემს გამოცდილებებს და ზოგჯერ არის რა იცით რა ვხედავთ კი რომ პრობლემა გვაქვს მაგალითად აი შავ მთვარე რაღაც ასპექტირებული და ვიცი რომ ეს პრობლემა აქვს მაგრამ ეს უნდა მივიღო როგორც მოცემულობა და გავიგო რატომ აქვს ეს ანუ ზოგჯერ არ არის აუცილებელი რომ ჩვენ ვებრძოლოთ თავს მოვიშოროთ ეს ენერგია და ვაიმე ეს ცუდია და ვაიმე ეს ნეგატივია ესე არ მუშაობს ანუ იქაც ჩანს პირად რუკაში ადამიანს სჭირდება ეს ტოლერანტულობის საკუთარი თავის მიმართ გაძლიერება და ზედმეტად კაცრი ხო არ არის თავის მიმართ ადამიანს, ზედმეტად ილუზორულია, ზედმეტად ეფერება და არ უნდა არანაირი დისკომფორტები ხო და მან შეიძლება პირიქით ცოტა ისეთი უხეში ჩარევაც იყოს ხოლმე საჭირო რომ ეს კომფორტის მოყვარეობა ადამიანის ამოაგდო ხო რაღაცნაირად რომ არაფერი მე ძალიან კარგი ვარ, ძალიან ფუნფულა ვარ და მე არ მინდა არანაირი მძიმე ესეთი დარტყმები. ესეც ჩანს პირადი რუკიდან გამომდინარე ხო და ზოგჯერ ეს გააჩნია ხოლმე ინდივიდუალურად პირად რუკაში არის ეს ასპექტი ინდივიდუალურად რომელი სისტემა უფრო დაგვეხმარება. ეხლა ერთ-ერთი ჩემთვის ძალიან საინტერესო თემა არის, როცა შავი მთვარე უერთდება სატურნს. ჩვენ იუპიტერამდე მოვედით და ან უერთდება, ან ოპოზიციაში არის. ძალიან გავს ორივე ერთმანეთს. შეერთება არის ინტენსიური და მუდმივად მუშაობს. და ოპოზიცია არის, აი, სადღაც რო ვარდები აქეთ იქით, მაგრამ იქით გადავარდები თუ აქეთ, შედეგი მაინც ცოტა ნეგატიურად არის. სატურნი მეგობრებო არის პასუხისგებლობის გრძნობა. ჩვენთან სიმბოლიკა სატურნის ეს არის ასაკი, ეს არის კარიერული სტატუსი, ან ზოგადად მამაკაცის არქეტიპი, ოღონდ არა ეს როგორც მამაკაცი, არამედ როგორც უფრო მამა, საყრდენი, იერარქიული სიმაღლით იქ ბაბუა, იქ იმის ბაბუა, ანუ ასაკის მანიშნებელია სატურნი, როგორც სიბრძნის, ასაკის, აი ამის სიმბოლიკა არის სატურნი. ეს არის ფსიქოტიპურად ჩვენთან ფსიქოლოგიური ღერძი, რომ მე მაგრად ვყარად ვდგავარ მიწაზე და რეალობაში შევდივარ ძალიან ისეთ მყარად, რეალობა არის სატურნი ჩვენთან, აი როგორი არის სამყარო, სატურნული არის, როგორც არის ისეთი არის. ყველგარი შელამაზების გარეშე, ხო? და აი ეს არის სატურნული ენერგია ჩვენთან. როცა შავი მთვარე უერთდება, აი ეს პასუხისგებლობა, სატურნული ენერგია, ეს შინაგანი სიმყარე, შინაგანი ეს ავტორიტარულობისკენ გარდამავალი ენერგია გამოდის უკვე და არა როგორც მამის არქეტიპი, რომელიც რაღაცნაირად იცავს ხვებს, პასუხისგებლობა აქვს მაღალი. განსხვავებით სელენა სატურნის შეერთებისას, იმიტომ რომ სელენაა, როცა უერთდება სატურნს, ამ ადამიანს აი სელენა თხისქვისავით უმუშავებს, როგორც სწორი ჯანსაღი პასუხისგებლობა. კი არა, ავიკიდო ადამიანები თავზე და მე გადავაგდო რამე რო იყოს, ანუ თან ძლიერ უპასუხისგებლობას იძლევა ლილიტი, ხო? ანუ ეს არის რომ რაღაც მე ეგოს კუთხით უნდა მოვიწებო, ეს ხალხი მინდა რომ უმართო, არაცნობიერად. და მე გადავაგდებ ამათ, მე უცებ რომ იქ რაღაცა გაფუჭდება, მე არ ავიღებ ამაზე პასუხისგებლობებს და წავალ. ეს არის ყველაზე ერთ-ერთი ნეგატიური გამოვლენა, როცა სატურნი ლილიტთან გვაქვს აქ შეხება. ანუ ადამიანი კი არ ემსახურება სისტემას, ემსახურება თავის ეგოს ამ შემთხვევაში, ხო? რომ აი მე მინდა რომ რაღაცა ვმართო ჩემი ამბიციის გამო, მაგრამ იქ თუ რაღაცა გაფუჭდა, ჩემი პასუხისგებლობა აღარ არის. ეს არის ერთ-ერთი დამახასიათებელი, ვისაც მაგალითად შავი მთვარე თხისქვაში ყავს, ოღონდ ეს არ არის აუცილებელი რომ ყველამ ესე გამოვავლინოს. პირიქით ზოგი არის რომ აი ბოლომდე ატარებს ზურგზე რაღაც იმ პასუხისგებლობის, რომელიც მისი საერთოდ არ არის. ხო? უბრალოდ ზოგ ადამიანში შეიძლება ეს გამოვლინდეს, რომ ზუსტად იმ მომენტში ეს ჟარგონულად რო გითხრათ, დატყდომა, სადაც უკვე რაღაცები ფიჭდება,
და ვითომე აქ არაფერ შუაში არა ვარ და მანამდე სანამ გამდის ავიღო ეს პასუხისგებლობები, ვითომ სიამოვნებაში პასუხისგებლობა არ არის, მე მიყვარს კონტროლი და მართვა. იმიტომ რომ სატურნი ზოგადად შავი მთვარე თხის ქრაში არის ყველაზე ძლიერი, ყველაზე დომინანტური. სატურნი ეს თხის ქის ენერგია არის და ზუსტად მანდ არის ყველაზე ძლიერი. აი შავი მთვარე თხის ქის ყველაზე ცუდი გამოვლინება, ეს არის დესპოტი ადამიანი, რომელსაც სჭირდება სუსტი ადამიანები, რომელსაც მართავს საკუთარი ეგოს გარშემო. ჩვეულებრივი თხის ქა იცის ეს ყველაფერი ლილიტის გულისხმობ, იცის ეს როგორი ენერგია არის, არ ეკარება, არ მართავს არავის, თავისთვის არის. ეს არის ყველაზე ისე დამუშავებულს რო ვეძახით, ხო? რომ კი მე სიმკაცრეები ეს რაღაც შინაგანი ეს ავტორიტარიზმისკენ სწრაფი სურვილი ან უნარები მაქვს უბრალოდ, მაგრამ არ ვიყენებ. საერთოდ თუნდაც ჩემთან როცა მოდიან ხოლმე უფრო ამ ტიპის შავი მთვარე ყავთ რომ ვიცი რომ მაქვს, მაგრამ არ ვიყენებ. იმიტომ რომ ამისი შედეგებიც ვიცი. აი ეს მომენტი არის აქ და თითქოს გაცნობიერებულად ვემიჯნებით ხოლმე აი იმ შავ მხარეს, ესე რომ ეძახიან, darks, ესე რომ ეძახიან, მაგრამ მეორე მომენტი არის რომ როგორ ვახდენთ ამის რეალიზებას, იმიტომ რომ ეს არის ენერგია, რომლის რეალიზებაც უნდა მოვახდინოთ აუცილებლად და მე იქ ვარკვევთ ანუ ხარ წყვდებით ჩვენ ამ რეალიზებიდან, ხო? ყველაზე ერთ-ერთ რთულ გამოვლენებაში სატურნი როცა არის ლილითთან, ეს არის უპასუხისგებლობა ტოტალური. საერთოდ არაფერზე არ იღებენ პასუხისგებლობას, ყავს ესეთი ხალხი გარშემო და რო ვაკვირდებოდი მათ ცხოვრებას, ეს იყო ტოტალური უპასუხისგებლობა და უპასუხისგებლობა განა ოჯახთან, აი თვითონ ადამიანი მაგალითად როგორ ცხოვრობდა და თუ რამე გაფუჭდებოდა, იქ არა, მე არა ვარ შუაში, თქვენი ბრალი არის. ეგრევე გადაგქონდა აქცენტი სხვას. აი ზოგადად ეს თვისება შეიძლება ბევრზე ნახოთ, რომ ხშირად ახასიათებთ ადამიანებს, ხო, აი ნარცისულ ტიპაჟებს ახასიათებთ მაგალითად, ხო, აი ვერძი, ლომი, მაგალითად ეს ენერგიები არის, რომ არა, მე არაფერ შუაში არ არის, თქვენი ბრალი. მაგრამ სატურნი ცოტა სხვანაირი უპასუხისგებლო არის. აი აქ პირდაპირ უპასუხისგებლობა საკუთარ ქმედებებზე, არანაირი აღება ფსიქოლოგიური თუნდაც პასუხისგებლობის ეს ვლინდება. ან ყველაფერში დამნაშავე თვითონ გონია თავი, იმიტომ რომ დანაშაულის შეგრძნება ეს სატურნული ენერგია არის. მე დავისჯები, ესე თუ არ გავაკეთებ, ესეც სატურნული ენერგია არის და ხშირად აქ თოლმე შეგრძნება, რომ აი მე დავისჯები სადღაც ეხლა სწორად თუ არ მოვიქცე. სხვაიშორის ანგელა მერკელი, გერმანი რამ გამახსენა ეხლა, მაგრამ შავი მთვარე ყავს სატურნთან შეერთებაში თან მორიელში და აი მის ეს სიჯიუდე რომ ხა მისმა პოლიტიკამ მოიყვანა ევროპა ამ ხელა კრიზისამდე, ვთქვით ესე ვთქვათ და რომ მე ყველაფერი სწორად გავაკეთეო, იცახის, არ იღებს საერთოდ პასუხისგებლობას თავის თავს. ხა ვისაც ვინც ახლა ასტროლოგიაში ვერკვევით, საიდან მოდის მისი ეს უპასუხისგებლობა, ეს არის ლილიტის სატურნის შეერთება. მე არაფერ შუაში არა ვარ, იმ დროს ესე იყო. და სინამდვილეში რა ჭირთიცით სატურნი ლილიტის ხალხს, აი ცოტა მოუქნელობა არის, ცოტა არ არის აქ მაინც ესეთი კეთილი სურვილები, რომ მე მინდა სისტემა ავაწყო. აქ არის სისტემის არასწორად გამოყენების საცდური, რომ მე შეიძლება ავანგრიო რაღაც სისტემები, ან ვებრძოდე არაცნობიერად სისტემებს, ან ვერ ავაშენო ვერანაირი სწორი სისტემა და ავაშენო რაღაც არასწორი სისტემა, დესპოტური, ან აი მე მალე რომ დაინგრევა ისეთი სისტემა ავაშენო. არ არის გრძელვადიან ენერგიაზე გათვლილი. სელენა თხისქა თუ კარგად აწყობს სისტემას, ეს ითხოვს იმუშავებს, ლილიტი თხისქან, ლილიტი სატურნის შეერთება პირიქით, ეს არის დესპოტური სისტემა, რომელიც მალე ჩამოინგრევა. და იქიდან არაფერი არ დარჩება. აი მაგალითად მეათე სახლში ყავს შავი მთვარე პუტინს და აი ის თან პლუტონთან შეერთებაში ლომში, ხო? და აი ეს სისტემა რაც მან შექმნა, სავარაუდოდ ეს იქნება საკმაოდ აი ესეთი, აი არაფერი არ დარჩება ამ სისტემიდან, თუმცა ბევრს გააფუჭებს, ახლა მე ძალიან ისეთ გლობალურ თემაზე გელაპარაკებით. აი იდეა რო აგიხსნათ უბრალოდ სატურნული თემის. აი პოლიტიკურად, ან ოჯახურ სისტემაში, ან სამსახურებრივ სისტემაში მაგალითად, ან ზოგადად თავის გარშემო რაღაც სისტემა არ არის ხოლმე მათ მიერ სწორად აღქმული. მე ახლა მძიმე გამოვლენებას გეუბნებით. ამ პირიქით იკიდებს თავის თავზე იმას, რაც მისი საერთოდ არ არის. ყველაზე ესეთ ფსიქოლოგიურ პორტრეტში რო გითხრათ, იმიტომ რომ თელ რუკას ხო გააჩნია რა, სად რა ადამიანს თელიანი რუკა ცოტა სხვანაირად მართავს. ეს შეიძლება გამოვლინდეს
შინაგან სიცივეში გაშიშებული არის ადამიანი, არ აქვს შეგრძნებები, მაინც ისე თორე შეიძლება ემოციური იყოს, მაგრამ აი ზოგჯერ ემპათიის პრობლემა შეიძლება გამოვლინდეს სხვების მიმართ. მე ვარიანტებს გთავაზობთ და არა ის რომ ყველასთან ეს შეიძლება იყოს. ემპათიის პრობლემა შეიძლება გამოვლინდეს, სხვასთან ემოციური კონტაქტის პრობლემა შეიძლება გამოვლინდეს. ან ზოგადად დესპოტური ხასიათი, რომელიც არ ჩანს, ახლა ისე ძალიან საყვარლად არის, მაგრამ აი ვატყობ, რომ ცოტა რაღაცნაირად ამ ადამიანს ახასიათებს ისე დომინანტური ხასიათი, ხო? აი აიღოს თავის ხელში ყველაფერი. პლუს არის შემდეგი ვარიანტიც, როდესაც მარტოობისკენ არის მიდრეკილი ადამიანი. ყველაზე კარგად მარტო არის, ხო? ყველაზე კარგად, აი არა მე თვითონ გავაკეთებ მაგალითად, ხო? და მარტოობაში ცხოვრობენ დიდხანს. ესეც სატურნის არასწორი ენერგია არის ამ შემთხვევაში, რადგან შავმთვარე არის ასევე სამუშაო საკუთარ თავზე უპასუხისგებლობასთან, რომ იქ იღებს პასუხისგებლობას, საერთოდ არ არის საჭირო და იქ არ იღებს პასუხისგებლობას და ზოგჯერ დაჟე ტყდება კიდეც სიტუაციიდან. და ვითომ არაფერი შუაში არ არის, ის მისი პასუხისგებლობა არ არის. და აიგნორებს, ვითომ არაფერი არ მოხდა. ეს პრობლემა აქვს სატურნის ენერგიას, ხო? ამიტომ ზოგჯერ სატურნი ლილითი თხისქაში მაგალითად, ხო? და რო ნახოთ სატურნი ლილითის შეერთება ძალიან გავს ერთმანეთს. სატურნს შემოაქვს პირდაპირ აი სტრუქტურის პრობლემა. თხისქაც იგივე არის, მაგრამ თხისქაში შავმთვარე ეს არის ზოგადად აი ამ თხისქის ენერგიის პრობლემა აქვს. სატურნი პირდაპირ პასუხისგებლობები არის. პირდაპირ უშუალოდ რომ მე რაღაცებს ვიკიდებ ჩემ თავზე, რაც ჩემი არ არის. ან აი ზუსტად პირდაპირ პასუხისგებლობაში პრობლემა მაქვს. შეიძლება ლილით თხისქას კაი სატურნი ყავდეს და იქ პასუხისგებლობებში პრობლემა არ ქონდეს, ზოგადი ფონი იყოს მისი თხისქული, მაგრამ სატურნი შემოდის უკვე უშუალოდ პასუხისგებლობების პრობლემა არის. აი ეს არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი და ეგ სისტემების წინააღმდეგ ეგოც არის ძალიან დიდი, რომ აი მე უკეთ მესმის და მე უნდა მემორჩილებოდეს ყველა და მე სისტემაში ვერ ვიმუშავებ და მე ვერავის დაქვემდებარებაში ვერ ვიქნები და აი ეს ნარატივი ახლა თხისქული რა თქმა უნდა შემოდის ხოლმე, ეს არის სტანდარტი, ხო? და მე თან იმის თავიც არ არის, რომ მე შევქმნა სისტემა. ან თუ შევქმნი ისეთ სისტემა შევქმნი რომ მტრისას და თან ანუ შეუფასებელი ეგო არის აქ, ხო? რომ აი მე მგონია რომ იმას გავქაჩავ, რასაც ვერ ვქაჩავ. და შეიძლება ქაჩავს ესე ვიზუალურად, მაგრამ შიგნით ენერგეტიკული სტრუქტურა არ არის. აი შიგნით აი სიმყარე სინამდვილეში არ აქვს, აი ენერგეტიკულად რომ დაუნახავთ თერაპიულად თავისი თავი, მე სუსტი ვარ სინამდვილეში. აი ყველაზე დიდი ტკივილი ეს არის ხოლმე ლილითს რომ შევხედავთ თვალებში, რაც გგონია ჩამოიშლება წამში და იქ ვრჩებით ისეთი უსუსურები, ისეთი სუსტები, რომ აი მე სისტემა არ მაქვს, მე მამიკო მჭირდება, კაცია თუ ხალი არ აქვს მნიშვნელობა, მამიკო უნდა. აი კირჩხიბს თუ დედიკო უნდა. ან თარე ლილითის შეერთებას, ხო? და თხისქას მამიკო უნდა. ვიღაცა ჭირდება უფროსი, რომელიც აი ამ ღერცს მისცემს, რასაც თამაშობს ამდენი წელი, რომელიც შიგნით არ არის. ხახტებით და ნუ მე თერაპიულად ეგრე რა მოხდა მე რომ სუსტი ხარ რა მოხდა მე რომ ეს არა გაკანტო ესეც არის რომ გარემოება ისე აეწყო რომ ეს ლილიტი ესე გამოვლინდა ხო და მე თერაპიულად მაგაზე ხდება მუშაობა იმიტომ რომ ძალიან მკაცრები არიან საკუთარი თავის მიმართაც და სხვების მიმართაც და მე ეს არის ხოლმე მთავარი ფოკუსი ერთ-ერთი ჩემი საინტერესო დაკვირვება არის ხოლმე ურანზე რო გადავიდეთ შავ მთვარე ურანთან შეერთებაში მის ყველაზე დარქებსაც შემოგთავაზებთ, ყველაზე მძიმე ვარიანტს, სუბუქ ვარიანტსაც და როგორ შეგვიძლია ეს კარგადაც გამოვიყენოთ. აი, როგორ არის რომ სატურნთან ყველაზე მძიმედ ვიყენებთ, იმიტომ რომ სატურნი ლილიტი ეს აი ესეთი არქეტიპი არის რა, სატურნი მძიმე, სიჯუტე, სიმკაცრე, რაღაც ისეთი, ხო? ურანი მაინც ცოტა სხვა ტიპაჟი არის, როგორც თავის გაფრენები მაგასაც აქვს, ხო, ლილიტის შემთხვევაში. ჩემი კომბინაცია მე მაქვს ლილიტი, ურანის შეერთება და ჩემს სკილებსაც გაგზიარებთ, მე როგორ ვიკვლევდი მაგალითად ამ ჩემ შეერთებას, კი არ არის ზუსტი შეერთება, მაგრამ მაინც შეერთება არის და როგორ ვიკვლევდი ამ ენერგიას, რას ვხედავდი სხვებშიც, იმიტომ რომ ოჯახურათაც გვაქვს ძალიან ბევრს ქონდა ჩემს ოჯახში ლილიტი, ურანი მაგალითად ორივე მხრიდან სხვადასხვა ძალიან გამიკვირდა ეს რო ვნახე და ყველას ვაკურდებოდი ვისთან როგორ განვითარდა. ნიშანს გააჩნია მანდ უკვე, სახლსაც გააჩნია, მაგრამ ურანული ენერგია შემოდის ძალიან აქტიურად ლილიტთან.
ეს არის შინაგანი თავისუფლების სურვილი ძალიან დიდი. ურანი ეს არის შფოთვა, აი ძალიან მარტივად რო გითხრათ, თავისუფლების პლანეტა, შფოთვის პლანეტა არის. ეს არის სიჩქარის, სისწრაფის პლანეტა. ყველაფერი უნდა იყოს ძალიან სწრაფად, ძალიან მალე, ხო, მაგალითად და სატურნი თუ ნელა დინჯად მიდის, არ ეჩქარება და აი ძალიან ისე იცავს მკაცრად თავის პრინციპებს, ურანი ეს ძალიან ჩქარია, ძალიან შფოთიანი ენერგია არის. მაგალითად, ჩემს სახლობლოში ვაკვირდებოდი ასაკოვნებთან, ეპილეფსიის რისკი იყო მაღალი, ქონდათ ხოლმე ეპილეფსიური, მეტად ეპილეფსია პირდაპირ ურანია. მაღალი წნევები, ეს გაჟონვები რაღაცები ურანული ენერგია არის, ეს თუ სამედიცინო ასტროლოგიაში წავთ და აი უმართავი არის ადამიანი არ ამუშავებს ამ ურანს, ხო? დამუშავებაში როგორ ხდება, იცით? აი ურანი მართავს თვითონ იდეაში, სხვა შორის სიმაღლეებს მართავს ურანი, მეგობრებს მართავს ჩვენთან, თავისუფლებას მართავს, ჩარჩოს მიღმა რო ხარ სულ ყველაფერში. და ყველაზე საინტერესოა ვისთანაც მიმუშავია, ლილიტ მერწყულებსაც აქვთ ეს, ოღონდ ურანი ლილიტის შეერთებულებს ჰქონდათ განსაკუთრებით, რომ არიან ეს ადამიანები ძალიან განსხვავებულები, ძალიან გამორჩეულები, ზოგი ცუდად, ზოგი კარგად, იმაზე კი არ არის ხარ, რომ ეს მეძავით კარგად გამორჩეულები ვართ, მაგრამ გამორჩეულები არიან და არ უყვართ თავის გამორჩეულობა. ვერ იღებენ. აი ზოგს უთქვამს, რომ აი რატომ არ მყავდა კლასიკური გარემო ოჯახი, მაგარი. აი მინდოდა ჩვეულებრივები ყოფილიყვნენ. ზოგს აქ რატო იყვნენ ჩვეულებრივები, ჩემები და რატო არ იყვნენ ორიგინალურები. ანუ ეს არის სადღაც მიუღებლობა გარემოსი გაქცევა გინდა საიდანღაც და იმიტომ რომ შფოთვა არის ეს გაქცევა სისწრაფე არის ხო და ურანი სატურნისგან განსხვავებით ურანი არ არკვევს სიტუაციებს ის არ არის რომ პირიქით რამეს ფლობდეს კი არა ყველაფერს აკეთებს რომ თავისუფალი იყოს და პასუხისგებლობისგან შორს არის ძალიან ურანელები ხშირად არიან ერთი ფეხი რომ აქვს აქეთ და მეორე უკვე დასატყდომად მზად მაქვს ეს ენერგია არის ძლიერი შიში რამის კუთვნილების რაღაცაში შესვლის ისე რომ უკან დასახევი აღარა გაქვს აი სატურნიანელი თუ პირიქით მოიჭიდავს ყველაფერს რომ ყველა მასზე იყოს დამოკიდებული რომ ეს მართოს ურანელისთვის ეს არის კატასტროფა ეს საერთოდ ეგრევე დატყდება მინიმუმ. ზოგს აქ მიუღებლობა თუ მე ხუთი სახლში ყავთ მაგალითად სასიყვარულო სფეროში გარბიან, საერთოდ ვერ ჩერდებიან რაღაც ურთიერთობაში. ზოგს აქ მაგალითად რომ კარიერაში ვერ ჩერდება ერთ ადგილას და სუცვლილება უნდა, ოღონდ ეს ლილიტი იცით როგორ არის, შეიძლება ძალიან სტაბილური ადამიანი კარიერაში ძალიან კარგად მიდის, სტაბილურად არაფერი არ ხდება მას მცხოვრებაში, მაგრამ რეალურად შიგნით არის სულ დრაივი რომ მე უნდა მქონდეს ხა ჩემი ვერსია რო ვაკვირდებოდი ესეთი იყო რომ არ შემიძლია სისტემებში ყოფნა აზროვნებაც კი სისტემაში არ შემიძლია აი ყველაფერი ჩემი ბურად უნდა გადავაკეთო აქ სხვა ძალიან ბევრი კარგი გარღვევა კვლევითი გამომივიდა რომ ეს სისტემა ოჯახი ძალიან თავისუფალი მყავდა არავინ არ მზღუდავდა არასოდეს და მე მგონი ზედმეტათაც და ეს არის ყოველთვის ეს ისტორია ან ძალიან ზღუდავდნენ ამ ადამიანს ან ძალიან არ ზღუდავდნენ და მანდაც გააჩნია ვინ როგორ იყენებს ჩემ შემთხვევაში ეს იყო რომ მე ყოქონდა ყოველთვის თავისუფლება და ჩარჩო არ არსებობდა ანუ აი ჩემების მომდა რა როგორც გინდა ისე გააკეთე რაღაცას რო ვიტყოდი მაგალითად რომ მე ესე გავიგე რაღაც ლიტერატურაზე შვენიერი ეს შენი აზრია და სელენა ვერძი ვარ და ვერძი ხო საერთოდ ისე არის თავისთვის და აქვს ამას თავის დარქები ნეგატივი რომ მაგალითად ერთ-ერთი ნეგატივი იყო ну აი ეს სისტემაში მე არ შემიძლია ყოფნა და თუ არ სისტემაში მაგალითად რაღაცა რომ უნდა ვისწავლოთ გამოცდა არის ხო დავსწავლობ მე ის თუ ჩემებურად არ დავატრიალე სადღაც ან თავისუფლად თუ არ მოვყევი ან თავისუფლად თუ არ გავაკეთე რაღაცა მე ნუ შფოთვა მეწყება ხო გაქცევა მინდა ყოველგვარი ესეთი აი სტრუქტურისგან აი ძალიან როტვინს შეჭამენ ხოლმე თავის კომუნისტური სტრუქტურები და იქიდან გაქცევა მინდა ხოლმე ოღონდ ურანელი არ აგვარებს პრობლემებს გარბის
აქედან ახლა სიჩქარე უყვართ ზოგს, მაგალითად, ან ზოგს ძალიან ეშინია სიჩქარის მაგალითად, ხო? ეს არის პირდაპირ გაქცევა, შფოთვა, აი სულ გარბი, საიდანღაც სიტუაციებიდან, ოღონდ ფსიქოლოგიურად, შეიძლება ფიზიკურად არ გარბოდეს, მაგრამ ფსიქოლოგიურად გარბოდეს. არ გისმენდეს უბრალოდ რაღაცა ავალებ, რაღაცას ახოებ თავზე და ის არ გისმენს, მაინც თავისუფლად არის, თავისთვის უბერავს, ხო? ესეც გაქცევა არის სიტუაციიდან. შეიძლება გაქცევა იყოს საკუთარი ემოციებისგან, მაგალითად, გაქცევა სურვილი ცხოვრებისგან გავარდეს საერთოდ, ხო და არ უნდა აქ ყოფნა სადღაც. მარტივად მე რასაც ვაკვირდებოდი ხოლმე ურთიერთობებიდან გაქცევა, დიდხანს არ უყვართ ურთიერთობაში ყოფნა, მაგალითად, მეგობრობა აი ესე რომ არიან ხოლმე ხა მეც მიკვირდა ხოლმე ჯგროდ რო დადიან ხოლმე და ჯგუფ-ჯგუფად რო დადიან ხოლმე ეს ჩემთვის ძალიან ისეთი უცნაური იყო ხოლმე ხო აი უჭირს ჯგუფში ზოგს პირიქით დიდი სურვილი აქვს ჯგუფთან ურთიერთობის ერთი იცოდეთ რომ ამ შავთვარეს ეს აქვს ორი უკიდურესობა ან ძალიან გვინდა ან ძალიან არ გვინდა ან ორივე ერთად არის თან რომ ძალიან მინდა ჯგუფი ოღონდ ჩემებული ჯგუფი იყოს და უნდა ვეძებო ის ჩემი ჯგუფი ან საერთოდ მასასთან არ მინდა ურთიერთობა ეს თემა აქვს ხო ლიიტი მერწყული თუ ზოგადად არაცნობიერი აგრესია არის ზოგადად მასებზე და საკუთარ თავშიც ბევრი პიროვნება აქვს შავთვარე მერწყულში თერაპიულად რო გვიმუშავია ბევრი მეყავთ მერწყული ჯგუფი არის აქ ერთ ადამიანთან კი არა გვაქვს საქმე თერაპიულად ჯგუფთან გვაქვს საქმე და ლილიტი ლომი აქ ერთი არის რომელიც ისიც შეუმდგარი ერთიო ზოგჯერ ამბობენ ხოლმე და დანაწევრებული, ხო? იქ მე ოპოზიციაში გადავდეთ. ურანთან თვად ეგრე არ ხდება. აქ ერთი პიროვნება არის, რომელიც სადღაც ამ იქ მე ეს მართველი ურანი, რომელიც სახლის არის, იმ ისტორიას უყურებთ, ახლა თუ არის მეხუთე სახლის მართველი, აქ ლომური ენერგია, ანუ თვითშეფასების ენერგია შემოდის, თუ არის მეათე სახლიდან, აქ საყდენის პრობლემა შემოდის, ეს არის უკვე ძალიან ღრმა ასტროლოგია, საიდანაც აი აქ ეხა მე რო ზოგადად გეუბნებით, უკვე ინდივიდუალურ კონსულტაციაზე ჩაშლა ხდება, უკვე ზუსტად ვიცი საიდან მოდის ეს ურანი, რა ემოციით არის დატვირთული და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. და გამოხატულად ქონდა ჩემთვის ურანი ლილიტის შეერთება ოღონდ ვერცხლში ოშოს. და აი ეს რო ყველა ქვეყანა ანაგდებდნენ და მოხეტიალე, აი ეს ერთ-ერთი არის ბომჟი მოხეტიალე, ეს უკვე ძიმე გამოვლინებაში არის ხოლმე ესე. ან არის ტიპი, რომელიც არც ერთ მას არ ეკუთვნის წესებს, ანუ კანონებში არ ჯდება, არც ერთი ქვეყნის კანონს არ ცნობდა და ოშოს ქონდა ჩემგან განსხვავებით, ხა ძალიან განსხვავებით, მე არა მაქვს ეგ სატურნი მყავს, მე ძალიან ძლიერი და ეგ მიჭერს მაინც. ოშოს ქონდა ბუნტი, ადამიანში ანგრევდა ყველაფერს, ოღონდ ახალს ვერ შეინებდა. ანუ ეს არის არაცნობიერად რევოლუციონერი, ოღონდ მანდაც გააჩნია, ხა იქ ვერჩი იყო, ხო, და ვერცი ეს საერთოდ მეს დანგრევა არის. საკუთარ თავში არ იღებდა სინამდვილეში მეს და სავარაუდოდ ეგ თემა იყო. თან მე-11 სახლში ყავდა უკვე ძლიერია, ხო, მე-11 სახლი იგივე ურანული ენერგიის სახლი არის. და ებრძოდა, რას არ ვიცი. ანუ ყველას ეუბნებოდა, რომ თქვენ და გათავისუფლდეთ, ოღონდ არაფერს არ თავაზობთ, ხა ბევრი წავიკითხე, ოშოსი ვერაფერი, აი მართლა არ მოვიდა ჩემთან. იმიტომ რომ ვიცი ეს ენერგია, რომ გინდა რაღაცა დაანგრიო, მაგრამ არ თავაზობ ადამიანის ახალს. და მთელი სერიოზული მუშაობა არის საჭირო, რომ ისწავლო ახალის შექმნა. ახალი ხო სიახლები ურანული ენერგია არის, მერწყული ხო მომავალი არის, ურანი მომავალი არის. და ზოგადად მერწყული ლილიტი თუ ზოგადად არის შფოთვაში ნაგად. ურან შემოგაი პირდაპირ უკვე მომავალთან პრობლემები. ეს ადამიანი რაღაცისგან გაქცევა უნდა შინაგანად. ოღონდ არ იცის, რომ ეს გაქცევა კი არა, ნენალ უნდა შექმნას რაღაც ისეთი ადგილი, სადაც წავა მერე და იქ მომავალი უკვე კარგად იქნება, ხო? აი ამ ენერგიის პრობლემა ქონდა ოშოს. მე რო ვკითხულობდი, რაღაც არ ვარგა, ეს მოიშორე, ის დაანგრიე, ეს დაანგრიე. ოკეი, დავანგრიე, მერე რა ვქნა. აი, ეს არის უკვე სხვაშორის ამ ეპოქის ჩვენი ეპოქის გასაცნობიერებელი ლილიტის ზონაში, კარგი, ეს გამოვასწორი, მერე რა შვები. ანუ ჩამნაცვლებელი ენერგია აღარ აქვს. ხო ხდებით, აი თერაპიაშიც ამოვარდნილა ეს მომენტი, რომ აი, კარგი, ეს აი არ ვარ ეხა მზად ეს მოვიცილო, იმიტომ რომ არ ვიცი რითი ჩავანაცვლა. ისევ იგივეთი უნდა ჩავანაცვლო, ოღონდ უფრო მაღალ ხარისხში. და ურანი ეს არის, მომავალს იწყობ. ხედა, ისწავლობ მომავლის აწყობას, ეხლანდელი თუ არ მოგწონს, უნდა შექმნა მომავალი. და ყოველდღიური შრომით, კი არა, დატყდე სიტუაციებიდან, ის შრომა, რომ მომავალში გახვიდე. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი
და ის ორიგინალურობა რაც აქვთ მართლა რომ მიმართონ სწორად და არა ის ორიგინალურობა გამოვავლინო სისტემებთან, მაგრამ შედეგზე ვერ გავიდე. აი ეს პრობლემა უკვე ეს არის რომ შედეგზე ვერ გადიდე. ხა ურანელი მაგალითად ჯგუფში რიგითი ვერ იქნება და ისედაც აქვს შიგნით ეს რიგითობის განცდა და სურვილი რომ მე რიგითი მინდა ვიყო და საბოლოო ჯამში ხდება რომ არ არის რიგითი, რომ ამოვარდნილია, განსხვავებულია. სისტემაში ის ვერ იქნება, ხო? ამას პლუტონს და ურანს ეძახით სისტემის ერორს. აერორებს სისტემას, სადღაც ისეთი განსხვავებული ხარ და ისეთი არაორდინალური ხარ. ოღონდ ზოგი იყენებს ამ არაორდინალურობას, რომ აი შეხედავ და ტიპი გასული არა საერთოდ, არ იცის არც ხალხთან ურთიერთობა, არც სოციუმში ქცევა სიტყვაზე. ეს უფრო ლეიტმერწყულებს ახასიათებთ მაგ იდეაში, ძიმე გამოვლენაში, მაგრამ ურანელებსაც ეგ პრობლემა აქვთ, ხო? ეს არის მოულოდნელობის ან შიში, ან სურვილი, ან თვითონ არიან ისეთი მოულოდნელები, მე რეგურანის ასპექტებს უყურებ. ისეთი აი სატურნიანელი თუ არის ძიმე ენერგეტიკულად, ძალიან და მკაცრი და აი უბრალოდ მის ენერგეტიკაში უკვე სული შეგეხუთება. და ეს ჩემი სუბიექტურის თემა არის, იმიტომ რომ მე ურანელი ვარ. ურანელი პირიქით, მას სივრცე ჭირდება, თავისუფლება ჭირდება, მაღალი სართულებიც ჭირდება ხოლმე ზოგჯერ, ან სიმაღლეები და სივრცეები ჭირდება. ეს სივრცე შეიძლება სააზროვნოდ იყოს, ან ურთიერთობაში. ახლა ურანელთან რომ მიდიხართ ურთიერთობაში, ლილიტი ურანის შეერთებაში, ხო? იქ ახლა კლასიკურ მეოჯახეს, ან ქმარს, ან ცოლს ვერ გამოიყვანთ, ხო? ის აბსოლუტურად შფოთიანი არის, მას თავისუფალი სივრცე ჭირდება, თავისი იცით რა ჭირდება თავისი, აი ის რომ ის არაფერს არ ეკუთვნის და არავის არ ეკუთვნის, ამის განცდა ჭირდება. ამიტომ ურანელებს ეს გამორჩეული აქვთ, მე არა ვარ ნეგატიურად განწყობილი ურანელების მიმართ ლილიტი ურანის თემაში, თუ არ გადავლენ იმ რაღაცა მერწყულურ, აი რომ ებძვიან ყველას და ანარქიზმში, ხო? ანუ მე ლაპარაკობ ხოლმე ხშირად, რომ ლილიტი მერწყულში ან ურანთან ერთად ან მე-11 სახლში ეს ანარქიული ტიპაჟები არიან, დავანგრევა ყველაფერი. თავის ოჯახს იმედია ჩართული იყო. თავის ოჯახს არ გავდა მაგალითად, ხო? აი თავის ოჯახს რას გეუბნებით, იცით? აი კლასიკური ერთი წამი გამოცვალე მიკროფონი, იმედია ყველა არ ვილაყრე ამდენი ხანი. ხო და ჩემი კატა ჩამოებერტყა. ხო და აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ურანელების შემთხვევაში, ჩემი შემთხვევაში ნათესავები უახლოეს ბიძაშვილებიც არიან ურანელიტის შეერთებით, მუდმივი თავისუფლების განცდა, რომ სივრცე მჭირდება და მე არაფერს არ მინდა ვეკუთვნო და ეს რაღაც ოჯახურად მოგეუბნებით ყველას უმეტესობას ეს ასპექტი გვაქვს. და კარგი დაკვირვება მაქვს სხვადასხვა ნიშნებში, სხვადასხვა სახლებში, მაგრამ ენერგეტიკა, ეს თავისუფლების მოყვარულობა, ეს დაყვება ყველას. არაორდინალურობა, განსხვავებულობა, ჩარჩაში ვერ ჩასამ ადამიანს, ოღონდ ეს უნდა იყოს კონტროლირებადი. არ უნდა გადავარდეს ეს ადამიანი, აი ზედმეტ გაქცევებში, რომ აი სულ გავბივარ და ოჯახი არ მინდა, პასუხისგებლობა არ მინდა, შვილი არ მინდა, ქმარი არ მინდა, ცოლი არ მინდა, ანუ არაფერი არ მინდა. აი ეს თემა უნდა იყოს სადღაც დაბალანსებული. თუ არ არის დაბალანსებული, ესე იგი ჩვენ ლილიტი გაგვექცაო რო იტყვიან, ხო? სადღაც და მეც ახლა ჩემთან რო ვაკვირდებოდი, თავისუფლება ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. აზროვნებითი თავისუფლება, ხასიათობრივი თავისუფლება, შინაგანი თავისუფლება, ეს არის ერთადერთი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ხოლმე ჩემთვის და აი თუმცა არის არაცნობიერში შებოჭილობებით შინაგანი ეს ლიტი, რასაც აკეთებს, ხო, რომ აი მე მინდა გავიქცე, იმიტომ რომ რაღაცებს ვერ ვაგვარებ, სოქსის აქ მაგალითად, ხო? ანუ კი არ ვაგვარებ, უბრალოდ ვტები სიტუაციიდან, ხო? ესეც ურანის თვისებები არის. სხვათა შორის მეგობრობაში ძალიან სოციალურები არიან, ოღონდ მე რასაც ვაკვირდებოდი, აი ბებიაჩემის შემთხვევაც მაგალითად, ახლა ადამიანებთან სულ გახსნილი იყო სულ ლაპარაკო და სულ მეგობრები ვითომ, მაგრამ ნამდვილი ისეთი მეგობრობა ნაკლებად აინტერესებთ ხოლმე.
იმიტომ რომ არის აქ დაკარგვის რისკი, რომ შეიძლება სოციუმში ჩემი თავი დავკარგო არაცნობიერ შესაქმნებებიასთან, ლიბერძი ყავდა ლილიტი და აქ ვერძული ეს მეს თემა განსაკუთრებით იქნებოდა. აი ოშოს ქონდა როგორი გავლენა, იცით, რომ თავის თანამოაზრეები ცოტა სექტა ამოხოდა და დადიოდა სხვადასხვა ქვეყნებში მათთან ერთად, ხო, იუპიტერი ლომი ყავდა თან და ეს გაერთიანება ჯგუფის, მისი იუპიტერი მუშაობდა, მაგრამ ლილიტმა ეს ჯგუფი გააერთიანა სადღაც თავისი თანამოაზრეების. ხონდა არა კლასიკური ესეთი ჩარჩოდან. ყოველთვის მაინც სისტემის გარეთ არიან ხოლმე ლილიტი, ურანის შეერთების ხალხი შეიძლება იყოს ასტროლოგიაში ადამიანი, მაგალითად შეიძლება იყოს აი თერაპევტი, ოღონდ არატრადიციული განხრით, კურნალი არატრადიციული განხრით. ხო ეს ურანული ენერგიები არის, მაინც კლასიკური ჩარჩო სისტემაში ეს ადამიანი ვერ ფუნქციონირებს და ესეც მისი უნარები არის სისტემის გარეთ შეუძლია ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცა შექმნას, ხო? და მე სხვა შეიძლება სულ მქონდა ეგ რომ მიუხედავად იმისა, რომ აი სისტემაში სულ არის იქ თერაპიები, ინსტიტუტიც, მაგალითად ფსიქოლოგიის, ხო, აი გავყევი ამ ყველაფერს, მაგრამ ფაკვირდები რომ ეს მაინც არ მიშოვს, ცოტა არასტანდარტულად არ მივდექი რაღაცებზე, თუ სხვა სისტემები არ ჩართე, ხო, ესე არ მუშაობს, ხო? და აქაც შეიძლება ძალიან კარგი ბევრი რაღაცა იკოლიო ადამიანმა. ამას ვეძახით ლიტის დამუშავებას, მაგრამ მე შენ თუ განუდექი როგორც ოშო, მაგალითად სისტემა და ყველა ლანძღო და ყველა აგინორო, თქვენ ყველანი იმაში ხართ თქვენ და გათავისუფლდეთ რაღაცებისგან, ეს უკვე ლილიტის გავლენა არის, ხო? ეს უკვე დესტრუქცია და აგრესია არის. ანუ ეს არაცნობიერი აგრესია არის, რომ მე სადღაც მინდა რომ ეს რაღაც ცეცხლითა და מחვილით შემოვიტანო თავისუფლება ვითომ და თავისუფლება ეს არ არის, ეს არის სინამდვილეში სისტემებთან ბრძოლა. ურანული, ხო? აი ეს პირდაპირ სისტემებთან, რომ აი რევოლუცია არის, რევოლუციის წყურვილი არის, რაღაც უნდა დავამხო, რაღაც უნდა ჩამოვშალო, ხო? აი ეს პრობლემა არის ნამდვილად და აქაც კონტროლი არის საჭირო და აქაც ალბათ საჭირო არის რუკაშიც რომ იყოს რაღაც დამაბალანსებლები. მაგრამ არ უნდა გაგვექცეს, ვიცოდეთ ახლა ჩვენი ეს ენერგია რაც არის და არ უნდა გაგვექცეს, ხო? ეს და გააჩნია მე იქ სახლებს სად არის, მაგრამ მთავარი ის, რომ აი მე თუნდაც რასაც ვწავლობ, ის არის რომ აი ვეცადო არ გავიქცე რაღაცეებისგან, მოვტრიალდე და აი თუნდაც რაღაცა ურთიერთობაში რო არის ხოლმე, ხო, რაღაც გასარკვევი, არ ვარკვევ, აი ძალიან მეწარება ხოლმე იქ რაღაც აი ესე ჩაღრმავება, რაღაც აი ჩაყოლა, აი ესეთი ზედაპირზე მირჩევნია რომ იყო ურანი, ჰაერისტიკი არის, ხო, სადღაც აი მირჩევნია რომ დავტოვო როგორც არის და ნუ იყოს რა, არ ვიგრძნო, არ მეტკინოს, არ განვიცადო და იყოს რაც არის რა და უბრალოდ მე წავალ. ესე ცივად, შიდა წყნარად წავალ, ხო, ურთიერთობიდან ეს ახასიათებს უფრო ამ შეერთებას. არ უყვარს ეს დრამები და ჩასვლები და იქ არჩევები, ხო, ამ შემთხვევაში. სიმსუბუქე არის, რომელიც ცოტა დესტრუქციაში გადადის, ცოტა უფრო გაქცევა არის სტიმული და არა მართლა, რომ სელენა ურანი, რომ სიმსუბუქე არის და მეგობრულობა არის და სადაც არ უნდა მოხდნენ, ყველგან თავისიანებს რო ხედავენ. მე სადაც არ უნდა მოხდე, არსად ჩემიანები არ არიან ხოლმე. არსად. აი ჩემიას რას გულის ხო, ვიცით, რომ შეიძლება ესმის ჩემი, შეიძლება ერთ ტალღაზე ვართ, იქან ასტროლოგია, ან ცხოველების თემა, ან ლიტერატურა, ან მაგალითად ფილმების თემა, სიტყვაზე მუსიკა, ჩემთვის თავარი არის, ახლა მუსიკალური თუ არა მაქვს ადამიანთან მსგავსი გაცვლა ენერგეტიკული, ну, ჩემთვის მუსიკა იგივე არის მთელი ფილოსოფია და ღირებულებები და მთელი ცოდნა, რაც დიდი არის, ეს მუსიკაში მაქვს ჩართული და ეს თუ არ არის საერთო, ახლა უკვე ვეღარ შემოდის ეს ადამიანი, თუნდაც მეგობრულად, ჩემს პირად ველში, ხო, ესე რო ვთქვათ რა, ну, ზედაპირზე იტივტივებს სადღაც. ხო და ну, ესეთი რაღაცები არის მნიშვნელოვანი, მაგრამ მართლა სადაც რო მოხდე, აი, ბოლომდე არ გეუბნებით და აი, ჩემიანიო ვერა. ეს ურანის თემა. ურანელი სელენა ურანი, სადაც არ უნდა მოხდეს, ყველგან თავჭკვისას პოულობს. რაღაცა ლილიტი წყევლა არის ხოლმე, ხა ვენერა ლილიტის შეერთებით ვერ ნახულობს ისეთ პარტნიორს, როგორც მას ენატრება და თუ ნახავს და იმას არ უნდა. ანუ ეგ არის ლილიტი, ხო ხვდებით რომ მე რაღაცა მინდა, მაგრამ ვერ მოდის ის, რაც მე მინდა. ან უბრალოდ არ არის ის მოთხოვნილება დაკმაყოფილებული, აი ესეთი რაღაცა არის, ხვდებით და აი ეს დოჩანაშვილმა ეს კანუდოსი ქალაქი ამიტომ შექმნა ლიტი მერწყული იყო, ხო, რომ აი თავისუფლების ქალაქი, რომელიც ყველა ერთად კარგად არის და ყველა
მეგობრულად არის, აი ეს რაღაცა იდეალიზირებული ურანული სამყარო არის, ეს მერწყულური სამყარო შექმნა და მეს უკვე ნიშნავს, რომ შეგნით არ არის ეს ეძებ და გარემო არ არის ესეთი, ხო, როგორც ჩვენ გინდა და სელენა ვისაც აყავს, ხდებათ კიდეც ისეთი თავისწყლის ხალხიც, თითქოს უფრო მარტივებიც არიან ურთიერთობისთვის, უფრო ყველაფერი ოკეი მიდის სელენას ზონაში ჩვენთან, ვიდრე ლიტის ზონაში. ეს არის ხო განსხვავება, ამიტომ აქ ამდენი ვიდეო რომ ჩვენ უფრო კარგად გავაცნობიეროთ ეს ყველაფერი, ხო? და რაც უფრო ახალგაზრდა გაცნობიერებს ამას მით უკეთესი. და ერთი ახლა მინდა გავაგრძელო ნეპტუნი ლილიტის შეერთებაზე. ეს უკვე ცოტა სხვა ენერგია არის, აბსოლუტურად. ნეპტუნი ჩვენთან თევზური ენერგეტიკა არის, აი ლილიტი თევზი კიდე ცოტა სხვანაირია, ვიდრე ლილიტი ნეპტუნის შეერთება. ეს არის უშუალოდ ნეპტუნი არის ჩვენთან მსხვერპლი. ეს არის სენსიტიურობა და ემოციურობა ჩვენთან და ადამიანი არის აი როგორ იცით რომ სადღაც რაღაც პატარა სევდა მოყვება არაცნობიერში სულ სევდა მოყვება რაღაც ყველა რო ეცოდება ყველას დახმარება ძალიან გავს ლილიტ თევზს მაგრამ ლილიტი თევზი ეს არის აი მთლიანობაში სახეზეც რო შეხედავ ძალიან ზოგჯერ ცოტა ნაზი სიფრიფანა ვიზუალიც შეიძლება კონდეს ხო შავ მთვარე როცა თევზებში ან ნეპტუნი შეიძლება ახლა ლილიტი არ ეტყობა ესე ხო ნეპტუნური ვიზუალი არა აქვს ხო მაგალითად როგორც მე ხარ შეიძლება ურანი ლილიტი შეერთება მაქვს მაგრამ საერთოდ არ გავარ ლილიტ მერწყულს ხო იქ ნიშანი სადაც ყავს იმას გავარ ხო უფრო შედარებით ენერგეტიკა უფრო ისეთი მოდის და ლილიტის პლანეტა იძლევა უკვე შიდა დინება ფონს რომელიც ესე არ ჩანს მაგრამ უკვე ძალიან გამოკვეთილად იყოს ქცევაში მაგალითად ხო და ახლა ლილიტი მერწყული სიტყვაზე ზოგადად აი სახეზეც კი ეტყობათ შფოთვა აი შფოთიანი ზუსტად გამსახურდია სახეზე ეტყობოდა ის ლილიტი მერწყული მე რკოსტავა სახეზე ეტყობოდა ის ლილიტი მერწყული ხო აი რაღაცა სხვანაირი ტიპაჟები არიან ხო მაგრამ ნეპტუნი ეს არის ქვედა დინება რომელიც ესე შეიძლება არ მეტყობოდეს მაგრამ ძალიან სენსიტიური ვიყო ძალიან მოწყვლადი ვიყო ფსიქოლოგიურად თუ რაღაცა მეტკინა ძალიან განვიცადო თუ რაღაც ხდება საოპერაციო ადამიანი ან რაღაც ნემსები უნდა გაიკეთოს ძალიან მოწყვლადი ხდება ისე განიცდის შეიძლება გაუკვირდეს რაღაც მე ესეთი ხო არა ვარ ხო ანუ ნეპტუნი სენსიტიურობას იძლევა ძლიერ ცოტა ილუზიებსაც იძლევა ზოგჯერ ტყუილებისკენ მიდრეკილებას ან თითქოს სადღაც მე თან ვარ კონტაქტზე გარემოსთან, თან არა ვარ. არაცნობიერ დონეზე ვიყავ. ფიზიკურად შეიძლება ველაპარაკებოდე, მაგრამ სხვათა შორის 91 წლიანებს აქვთ რომელ თვეში იყო ლილიტი ურანი და ლილიტი ნეპტუნის შეერთება, სამივე ერთად იდგა მაშინ და ეს ურანი არის უკვე რომ თან ტყდები და თან ნეპტუნი გასული ვარ და ეს უკვე ძალიან გამოკვეთილად იყო აგვისტო ივლისი-აგვისტოს შუალედში იყო, ბევრი მყოლია ამ კომბინაციით და სულ ეს პრობლემები აქვს სადღაც, რომ თან ურანი ვარ შფოთვა მაქვს და თან მერე გული მიწუხდება, გული მეწურება, თან მეწოდებიან ადამიანები, ხან ჩემი თავი მეწოდება, სადღაც სუსტი მგონია თავი, მერე სადღაც შფოთიანი ვარ და აი ცოტა რაღაც არეულობა ემართებათ ხოლმე. ნეგატიურ ძალიან ისეთ ძიმე გამოვლენაში ხოლმე ნეპტუნმა ილუზიები იცის და შეიძლება კონდეს ადამიანს განცდა, რომ რაღაც აი მისტიკა აინტერესებს, ეზოთერიკა აინტერესებს არო აინტერესებდეს სიტყვაზე ხო? ანუ აი ეს იქითა სამყარო რაღაც ოცნებების ან წარმოსახვის სამყარო ძალიან აინტერესებდეს ხო? მაგრამ ჩვეულებრივ პრაქტიკაში ეს არის გადამეტებულად სენსიტიურობა მომენტებში, როცა სიტუაცია დგება. აი როცა მაგალითად ან ცხოველი ვერ არის კარგად, ან რაღაც ადამიანი განიცდის რაღაცას და ესენიც რო უკვე ძალიან შოკებულები ხდებიან და ძალიან განიცდიან მე ამ ყველაფერს ხო აი ნეპტუნური სენსიტიურობა შემოდის აქ და ეხლა მე ძალიან ბილეთ ვლაპარაკობ რომ ეს თუ გავიდა ნეპტუნი ლილიტი ერთად ეს უკვე ზოგჯერ ძალიან ისიც იცის დაბურდოს თავის ცხოვრება მაგალითად ხო აი სადღაც აი რაღაცნაირად ცხოვრობს რა ადამიანი რა ეს სამძიმე გამოვლენას გეუბნებით რა აი სადღაც ჩაკეტილობაში შინაგან ჩაკეტილობაში ცხოვრობს ხო და ჩავლებრო მომენტებში ეს არის მაინც ცოტა აბურდული ცხოვრებისეული სიტუაცია რომ უჭირს თითქოს ადამიანს დაალაგოს თავის ცხოვრება აი ესეთი რაღაც შემოაქვს უკვე ნეპტუნს ხო კარმოკვანძებზე ადრე ვილაპარაკე, ეს შემთხვევით შეmoდის კარმოკვანძებთან,
და აი ძირითადად ამ პლანეტებს მე მეგონი არ გამორჩა არაფერი ხო თუ რა გამორჩა მე მითხარით ძირითადად ეს არის მეგობრებო ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ კიდევ ერთხელ გეუბნებით პლანეტები ეს უკვე არ არის როგორც ნიშანი მთლიანად არამედ ნიშანი ჩანს პირველი და პლანეტა რო შემოდის ეს უკვე მეორადი ფონი შემოაქვს აი როგორც მზელი ლიტის შემთხვევაში ხო ეს ეგოს დესტრუქცია შემოდის ოღონდ ნიშანი შემოდის ჯერ პირველ ეტაპზე ამ ნიშნის გამოხდება მე ამ მზის დესტრუქცია მაგალითად ან ვენერას დესტრუქცია ჯერ ნიშანს უყურებთ სად შეიძლება ეს გამოვლინდეს და მე ვხედავთ ხოლმე უკვე სახლი ნიშანი პლანეტა ეს ერთად იყინძება ხო შავ-თვალის შემთხვევაში და აქ არის ტრამვები და აქ არის სერიოზული იმ ენერგიის დესტრუქცია რომელიც შეგვიძლია ვაქციოთ პოზიტივად მაგალითად ლიტი ვენერას ადამიანს შეიძლება ძალიან კარგი შემოქმედებითი ნიჭი და უნარები ქონდეს თუ გახსნის ამ ენერგიას ხო მაგალითად ურანის ლილიტის შეერთების ადამიანი შეიძლება იყოს ძალიან განსხვავებული საერთოდ სხვა გზებს რო არჩევდეს კვლევისთვის იქნება ეს ან სისტემის მიღმა ძალიან კარგად მუშაობდეს ან თავისუფლება იყოს მისთვის ცენტრი და ეს თავისუფლება იყოს ხებისთვისაც რაღაცნაირად მაგალითი, ხო? ან პირიქით შეიძლება იმას მოუწიოს საკუთარი თავისუფლებისთვის ბრძოლა, იმიტომ რომ ორი არის, ან რომ მე მსხუდავდნენ ლიტიმერწყულები, ზოგჯერ ისეთ შეზღუდულად ცხოვრობენ ხოლმე, რომ საერთოდ თავისუფლების აზე არ არიან და უწევთ ბრძოლა. ან პირიქით ისე თავისუფლად ვიყავი, სულ რომ საერთოდ გრაფიკი არ ვიცი რა არის, რეჟიმი არ ვიცი და საერთოდ მუხრუჭები არ მაქვს. ზოგჯერ ეგრეც არიან ხალხი, ხო? აი ესეთი კომბინაცია არის, ხო? აქ ჩვენი პრობლემა უნდა ვაქციოთ ჩვენ სიძლიერით. გააჩნია ამას როგორ გამოვიყენოთ. მე სულ მაგას ვამბობ, რომ არის ტრამვა, ის უნდა აქციო იმად რომ შენ ამ ტრამვამ რაღაც უნდა გასწავლოს და გაგანვითაროს და არა განგანვითაროს ან არა ის რომ მე ჩამithრიოს და მე დამკარგოს ამ ტრამვამ ხო და მე რაღაცნაირად წამაქციოს აი ეს არ უნდა იყოს ეს არ უნდა მოხდეს თელი თერაპიები და ყველაფერი ამისთვის არის რომ ამ ჩვენს კრიზისში და კრიზისებში დავინახოთ ჩვენი ძალა აი ჩვენ ძალას თუ დავინახოთ მე ეს ლირიტი გადადის უკვე განვითარებაში და გადადის რაღაც ძალიან აზრიან გამოწვევაში, ცხოვრებისეულ გამოწვევაში, ეს არ ყოფილიყარ იქნებოდა ის დანარჩენი ყველაფერი ჩემ ცხოვრებაში, ხო? და აქცენტი აბსოლუტურად იცვლება, დამოკიდებულება შავ-თვალის მიმართ მე აბსოლუტურად იცვლება, ოღონდ არ უნდა იყოს ესე მიშვებული და ის კი არ უნდა გმართავდეს, მე უკვე ჩვენ ვმართავდეთ ამას, ხო? მოკლედ ეს მინდოდა თქვენთვის მე თქვა, შეგიძლიათ დამიწეროთ კომენტარები, მოიწონოთ ვიდეო მაგალითად და დამიწეროთ რა გაინტერესებთ, რა გაიგეთ ამ ვიდეოდან, რა ვერ გაიგეთ მაგალითად და მადლობა რომ ისმენთ ხოლმე და აბადროებით მეგობრებო.